ისინი ანგრევენ ჩვენ განათლების სისტემას და ახლა გვიზღუდავენ თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობასაც. გავაგრძელოთ მაშინ თუ შეიძლება ერთი წუთი ყველა დავუბრუნდით ადგილებს თუ შეიძლება. დავუბრუნდით ადგილს. ყველა თავის ადგილს განუყურებთ ნეტგაზეთის ლაივს. შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადების შემდეგ ილიანის აკორპუსთან იყო აქცია, სადაც სტუდენტებმა გამოხატეს საკუთარი აზრი მის შესახებ, რომ ისინი არ ეთანხმებიან ამ რეფორმას. აქციის შემდეგ მათ გადაწყვეტეს, რომ მარშიც წასულიყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე. აუცილებელია რომ არ შეგვეშინდეს ამ სისტემის, რომელიც სინამდვილეში არაფერი არ არის. როგორ შეიძლება რომ დავმორჩილდეთ იმას, ვინც ჩვენ განათლებას, ჩვენს მომავალს უშლის ხელს. აქ საქართველოში ადამიანები რუსეთის წინ იდგნენ, რუსი ტანკების წინ იდგნენ და დღეს ჩვენ ვისი უნდა გვაშინოთ? იმედი გაბახი, კი?
ასევე შეგახსენებთ დღის ნიუსებს. დღეს დილით კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ინტენსიური დაწესებულება დატოვა. ასევე საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალა. ასევე თბილისში გადაწყვეტეს ირანის რეჟიმთან ერთად ირანის რეჟიმის საგუშემოწმებლად თუ სხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ანძა ზუსტად იმ ფერებში იყო ანთებული, როგორც ირანის დროშაა. რაზეც ისრაელის საელჩომ თქვა, რომ თბილისში გადაწყვეტეს ირანის რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლის თავი იზეიმონ და ისინი სრულად შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის წლის თავის მიწვრილ მიღებას ანზორ ჩუბინძეს ესწრებოდა. და ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რის გამოც სიახლეში არის მარში, არის ის, რომ ახალი რეფორმის შესახებ რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი უკვე ცნობილი გახდა ჩვენთვის, რომელ ქალაქში რომელი ფაკულტეტები ისწავლება. შეგახსენებთ, რომ თესეუში უშუალოდ იქნება ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი, ადმინისტრაცია, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ტექნოლოგიური დისციპლინები მხოლოდ, სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურის პედაგოგიკის სპეციალობები, ასევე შეგახსენებთ, რომ აქამდე სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული სპეციალობები არ ქონდა და შესაბამისად ახლა დაემატა ამ უნივერსიტეტს ეს სპეციალობა, ხოლო ილიაულში იქნება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამები და აბედაკეთების მქონე STEM სპეციალობები. ილიაუნის წინ აქცია სწორედ ამ თემას შეეხო ილიაუნის სტუდენტები, ლექტორები, პროფესორები არ ეთანხმებიან ამ რეფორმას. შესაბამისად მათ გადაწყვეტეს, რომ აქცია მათ გადაცხადეს, რომ უარყოფენ ამ რეფორმას და ითხოვენ მის უკან გაწევას.
გამოდი! ნიკა გამოდი! ნიკა გამოდი! Ah!
შეგახსენებთ, რომ მარში ილიაუნის კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით მიემართება. ამ დროისთვის შევწყვეთ ლაივს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩაგერთვებით და მოგახსენებთ სიახლეებს.